მოგესალმებით გოგონებო, როგორ ხართ? იმედია ყველა ხართ კარგად. რასაც მე გისურვებთ. დამიწერეთ ხოლმე რა თემაზე გსურთ გავაკეთოთ გაშლები და შევეცდები რომ თუ ფორმატი იქნება მისაღები შენი სულიერი სივრცის არხისთვის გავაკეთო გაშლა ხოლმე. კითხოთ ტაროს. რა გაგახარებს ძალიან მალე. შენ ვინც ახლა უყურებ ამ გაშლას, არ აქვს მნიშვნელობა ეს გაშლა როდის აიტვირთა სოციალურ პლატფორმებზე და როდის შეგხვდა. თუ შეგხვდა შენ, მოდი ვკითხოთ სამყაროს შენ რა გაგახარებს ძალიან მალე. მანამდე კი რა თქმა უნდა ვაკეთებ სიგნიფიკაციას. რა ენერგიებში ახლა ადამიანი, ვისთვისაც სასიხარულო მოვლენა აქვს სამყაროს გამზადებული, ახლა რა ენერგიებშია ეს ადამიანი, რათა იცნოთ თქვენია თუ არა სასიხარულო მოვლენა. ოცნებობ. ოცნებობ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანაზე, რომელ ურთიერთობაშიც არის სხვაობა, ჩემო საყვარელო ადამიანო, რომელ ურთიერთობაზეც ხარ მიწერ დონეზე, ისეთი მიჯაჭვული, რომ მეტი არ შეიძლება და რომელ ურთიერთობაშიც იმყოფები კარმულ ხაზში. ასევე ამ ურთიერთობაში გაქვს მანძილი და შესაძლებელია არაერთხელ მოხდა ამ ურთიერთობის განახლება და ეს კაციც ვერ ხვდება, იცი, რატომ ხარ შენ ამისთვის ამდენად მნიშვნელოვანი, რომ სულ თავში ყავხარ. ნახოთ რით გაგახარებს სამყარო უახლოეს მომავალში. შენ შეიძლება მართლა აღარც ელოდები ამ ადამიანის გამოჩენას, იმიტომ რომ შეიძლება აქ ერთწლიანი პაუზაც იყოს ურთიერთობაში, სადაც მიმდინარეობდა სულიერი ტრანსფორმაციის პროცესი შენთვის, რათა მომავალში დაუფიქრებლად აღარ გადაგედგა რაღაცა ნაბიჯი ემოციებზე აყოლით, არამედ ეს ემოციები ყოფილიყო გაცნობიერებული, გაანალიზებული, დამჯდარი. ამისთვის იყო ეს პაუზური მდგომარეობა, ჩემო ძვირფასო, თუმცა ეს ადამიანი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება, ბედიცვლის შენს ამ დიდხნიან პაუზას, სადაც მოდის ეს ადამიანი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. ამას არ გაუაწყარი, არაფრით არ გაუა, რაც გამარჯობა. ურთიერთობის ახალი გზა ეტაპი, რომელიც გეგონა დამთავრდა და გადაწყვეტილება მიღებული აქვს, გზა აღარ ჩანს, მაგრამ მაინც ფიქრობდი, რომ რაღაცა იქნებ იყოს. ჩემო საყვარელო ადამიანო, აქ მამაკაცი მოგწერს. აქ იქნება კომუნიკაცია, მოგწერს და ამ კომუნიკაციის შემდეგ რაღაცა საოცარ უცაბედა და უდიდესი კრიზისული ემოციებიდან გადადიხარ უბედნიერეს ემოციებში, რომელზე ფიქრი ეხლა არც კი შეგიძლია და ვერც წარმოგიდგენია. რჩევა შენთვის არსებულ დღევანდელ რეალობაში, რაშიც იმყოფები, რას გირჩევს სამყარო. განთავისუფლდი იმ ფიქრებისაგან, რომელიც შენს, ასე ვთქვათ, შენს სულის თავისუფლებას მარწუხებს უჭერს. განთავისუფლდი, ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ ეს არის, რა ქვია,
ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში თუ იყო შეიძლება ფიქრობ, რომ როგორ მოვტყუდი, როგორ მომატყუა, გამომიყენა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ურთიერთობაში გეუბნებია, რომ ნუ ფიქრობ იმაზე, რომ ამ კაცისთვის არ იყავი ვიღაცა სერიოზული ადამიანი, არამედ იყავი ვიღაცა ესეთი ცდუნა, არა, ნუ ფიქრობ ამას, ეს იყო გაკვეთილეობრივი მდგომარეობა, ეს იყო ზეცაში გადაწყვეტილი პროცესი, რომელიც მიწაზე უნდა განხორციელებულიყო და ამ კაცსაც აქვს თავისთავად უდიდესი კონფლიქტები ქმედებასთან დაკავშირებით, რომელზედაც დიდი ხანია არ მოქმედებს და იკავებს თავს, თუმცა ამ ადამიანში იწვევ უდიდეს ქარიშხლურ ემოციებს, სიყვარულს, რომლის გაშვებაც არ შეუძლია, თუმცა არ მოქმედებს ეს ადამიანი ეხლა ამ ეტაპზე, მაგრამ მის სულში ხდება ეს მდგომარეობა, ამიტომ გირჩევენ, რომ ნუ იტანჯავ თავს და უძილო ღამეები ნუ გაქვს, არამედ ეს იყო მაღლიდან მოვლენილი, ბედისწერით მოვლენილი მდგომარეობა, გაკვეთილეობრივი ფორმატის, ჩვენ ახლა აქ არ ვარჩევთ გაკვეთილს, თუ რა გაკვეთილი იყო სასწავლი აქ წყვილისთვის, თუმცა არ ინერვიულო იმაზე, რომ ვაიმე იცი რამე მომატყუა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, არაფერი არ მოუტყუებია ამ კაცს, ეს იყო ბედისწერის გზა და გეგმა. ამ კაცს ნამდვილად სუფთად უყვარხარ და უდიდეს ემოციებს იწვევ ამ ადამიანში. ძვირფასო ადამიანებო, ჩვენ 10 აპრილიდან ვიწყებთ. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა თემაზე, რით გაგახარებს სამყარო უახლოეს პერიოდში. შენი სიმძიმე და მძიმე გზა თავდება. აქვე გეტყვით, რომ Telegram ჯგუფში 10 აპრილიდან ხსნით არხს შენი სულიერი სივრცე, სადაც იქნება ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყოველდღიური დღის პროგნოზი, ყოველკვირეული პროგნოზი, ყოველთვიური პროგნოზი, ასევე პარტნიორულ ურთიერთობაში რა კარმულ-გაკვეთილებში შეიძლება იმყოფებოდი იმ ადამიანთან და რა ეტაპზეა ახლა შენი კარმული მდგომარეობა, ასეთი გაშლები. ყოველ დღე იქნება დღის არკანი, ყოველ კვირა დღეს იქნება კვირის პროგნოზი, ყოველ შაბათ დღეს იქნება კარმული გაშლა და რა თქმა უნდა შეგეძლებათ მიმოწერები ჩატში და რეკომენდაციები ჩვენი სივრციდან თქვენთვის ნებისმიერ დროს შეგეძლებათ დაწერა და მიღება პასუხის. ჯგუფის საწევრო გახლავთ 28 ლარი, თვეში ერთხელ იქნება ეს თანხა დასაფიქსირებელი. გაშლა იქნება რა თქმა უნდა იმ არსებული ჯგუფისთვის საჯარო ფორმატით, მაგრამ TikTok-ზე და YouTube-ზე თუ არის 600 რაღაცა იქ და 6000 აქ, იქ იქნება სადღაც მაქსიმუმ ალბათ 5-დან 20-30 ადამიანამდე, არც კი 20 ადამიანს როგორც კი გადაცდება დახურული ჯგუფის რაოდენობა, უკვე ახალ ჯგუფს გავაკეთებ, იმიტომ რომ მე მინდა გაშლები მაქსიმალურად რეზონირებადი იყოს ჯგუფის წევრებისთვის, ეს არის მიზანი, ხო? იმ ჯგუფში გადასვლის, რომ არა 6000 ადამიანში იყო მოხვედრილი, არამედ 20-ულში იყო მაქსიმუმ მოხვედრილი, ხო? მაქსიმუმ 20 ადამიანია, რო იტყვიან წერტილი, სადაც გაჩერდება ჯგუფში ადამიანების დამატება და ახალი ჯგუფი გაიხსნება იგივე ფორმატით, ისევ ხელახალი ათვლით 20 ადამიანამდე. მე კი გემშვიდობებით ჩემო კარგებო, საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და რა თქმა უნდა გისურვებთ მზეს თქვენ სულში. მომავალი შეხვედრამდე ბედნიერად.